დღევანდელი ჩვენი თემა არის ჩვენთვის ყველასთვის ქართველებისთვის განსაკუთრებული და გამორჩეული ქართველი მეფის თამარის ესე იგი ცხოვრება, ღვაწლი და მისი განსაკუთრებულობა, რაში მდგომარეობს. რატომ რითი შეძლო თამარ მეფემ რომ ესე იგი გაებრწყინებინა საქართველო მთელი მსოფლიოს წინაშე. რითი შეძლო ამ ახალგაზრდა პატარა უმწეო ფაქიზმა ლამაზმა გოგომ რითი შეძლო რომ ესე იგი საქართველოს ჩვენი კულტურა, გენი, ჩვენი ქართული სიყვარული შარავანდედით შეემოსა. ანუ შარავანდედი არის წმინდანობის სიმბოლო, ანუ აიყვანა სიწმინდის ხარისხში. შეიძლება ასე ითქვას, რომ ჩვენ ისტორიაში მრავალი ძვირფასი წარმატებული პერიოდი გვაქვს, მაგრამ თამარის ხანასთან ვერც ერთი და ვერაფერი ვერ მოვა. კიდევ ერთი თავიდანვე ვთქვათ, რომ თამარ მეფე, ჩვენი საყვარელი დედოფალი ქალბატონი არის ერთადერთი მთელს დედამიწის ზურგზე, რომელიც იწოდება მეფედ. ქალი იყო და მეფეა. აი ასეთი შემთხვევა სხვა მეორე არ მეორდება არსად. იყვნენ, რა თქმა უნდა, დიდი ხელმძღვანელები, წინამბრძოლები, მებრძოლები მსოფლიო ისტორიაში ქალები, მაგრამ მეფეთ არც ერთი ქალი არ იხსენება თამარისგან. ეს არის კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ განსაკუთრებულობა ჩვენი საყვარელი თამარის, რომელიც ესე იგი აი ჩვენთვის განსაკუთრებული სიყვარულის მაუწყებელიც არის, მომტანიც არის და აი მეც ახლა რომ ლაპარაკობ თამარზე, ასე მგონია, რომ ალბათ ცრემლის გარეშე ვერ შევძლებ ბოლომდე საუბარს, ისე განსაკუთრებულად მიყვარს. დავიწყოთ თავიდან. ჩემო ძვირფასებო, ესე იგი, რა თქმა უნდა, არსებობს არაერთი ვერსია, ეხლა ჩვენ ხო ეს დიდი ხნის ისტორიაა, იმის შემდეგ 10 და 11 საუკუნე გავიდა და რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვანი ასეთი ესე იგი გადაწყვეტილი ისტორია არ აქვს. აი მაგალითად დიდი ისტორიკოსი ჩვენთვის საყვარელი პავლე ინგოროყვა. სხვათა შორის პავლე ინგოროყვაზე მინდა გითხრათ, რომ რამაზ პატარიძე, რომელსაც მე პირადად ვიცნობდი და ვისგანაც პირადად ინტერვიუებს წერდი ქართულ ენაზე, ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი, უდე ქართველი და დიდი მეცნიერი, მსოფლიო მოღვაწე, ის ამბობდა, რომ ჩემი მასწავლებელი იყო პავლე ინგოროყვაო და ასეთ რამეს მასწავლიდაო, რომ მეო ერთადერთი ღირსება გამაჩნიაო. მე ვარო ივანე ჯავახიშვილის მოსწავლეო და ივანე ჯავახიშვილი გვეხვეწებოდაო, რომ რასაც გასწავლითო, აი ესენი არ შეცვალოთ არც ერთიო. და თქვენ შორისო ათობით და ასობით იყვნენ. თუ ერთი მაინც გადარჩა ისეთი, რომელიც რასაც ვასწავლი არ შეცვლის და ისე გააგრძელებსო, ესე იგი სწავლებასო, მე ვიტყვი რომ გამარჯვებული ვარო. პავლე ინგოროყვას ესე იგი თურმე ერთადერთი აღმოჩნდა ივანე ჯავახიშვილის დროს, რომელმაც ერთადერთი მან გააგრძელა სწორი სწავლება. რამაზ პატარიძე კი ჩვენ გვეუბნებოდა, რომ მეც ერთადერთი ღირსება მაქვსო. იმიტომ რომ პავლე ინგოროყვა გვეხვეწებოდაო, რომ მე რასაც გასწავლითო, მთავარი ამ სწავლებას არ შეუცვალოთ პოლიტიკური ელფერი, არ შეუცვალოთ რაღაცა ჩინმენდლების გამო არ გადააკეთოთ ეს ისტორია და ესე იგი თუ ჩემს მოსწავლეთა შორის ერთადერთი მაინც აღზარდე, რომელიც არ შეცვლის ამას, ასევე ჩავთვლი რომ მე გამარჯვებული ვარო და რამაზ პატარიძე, რომელიც 90-ს მიტანებული იყო, მე მასთან სახლში დავდიოდი, მეუბნებოდა რომ მე ერთადერთი გადავრჩიო. და ჩემი ღირსება მარტო ეს არისო. მე რამე კი არ გამიკეთებიაო, უბრალოდ არ შევცვალე არაფერი.
აი გაუძელი ბოლომდე ყველა წნეხსო და ეს წნეხი იყო 1000-ნაირი. ბოროტისგან, რა თქმა უნდა, დაგებული. ეხლა მე რატო დავიწყე ამით? აი პავლე ინგოროყვაზე ასეთი დიდი სწავლება მოგცა ჩვენმა საყვარელმა რამაზ პატარიძემ. პავლე ინგოროყვას მიაჩნია, რომ შოთა რუსთაველმა რაც ვეფხის ტყაოსანში ჩაწერა, ეს არის ცოცხალი ისტორიული მაგალითი შოთას და თამარის ნამდვილი რეალური ცხოვრების. ამიტომ მე რატომღაც მთელი გულითა და სულით პავლე ინგოროყვას ვეთანხმები და მე ამ ვარიანტს შემოგთავაზებთ. ანუ ამ მეცნიერულ აზრს თამარის შესახებ, რომელიც შოთა რუსთაველთან არის გაიგივებული, ის ეპოქაა და იგივე წლებია, მე ამ ვარიანტს შემოგთავაზებთ. მოკლედ პავლე ინგოროყვას მიხედვით, აი ასე წერია, მეფეს ამ დროს 7 სამთავრო აქვს საქართველოში და 7-ვე სამთავრო გაერთიანებულია ერთად და შეადგენს ერთიან ქართულ სახელმწიფოს. მაგრამ ამ დროს მეფეს არ ყავს არც შვილი. წესით ესე იგი უნდა ყავდეს ვაჟი და ვაჟი ინიშნება მეფის შემდგომ, ანუ უფლისწული, ესე იგი მეფე რო გარდაიცვალება, იმის შემდეგ მისი ვაჟი გააგრძელებს მეფობას. ასეთი იყო ტრადიცია. მაგრამ ამას ვაჟი კი არა, საერთოდ შვილი არ ყავს. ამიტომ ასეთი რამე განაცხადა. დანარჩენ 6 სამთავროში გაავრცელა ინფორმაცია, რომ იცით, რომ მეფეც შეიძლებოდა მხოლოდ ბაგრატიონთა, ესე იგი, გვარის ხალხი რო კურთხეულიყო. და ბაგრატიონებს ამ 6-დან არ წერია ინფორმაცია, რამდენი იყო მართველი ბაგრატიონთა ხაზით, მაგრამ ასე აუწყაო, რომ თუ ბიჭი შეგეძინათ, გამომიგზავნეთო და თუ მოგვეწონება სამეფოდ, ვაკურთხებთ მეფეთო, სამომავლო მეფეთო. ესე იგი, აი ამ დროს ჰერეთის სამთავროს, ჰერეთი იცით, ეს არის საინგილო, ლაგოდეხი, აი აქეთ კახეთის აქეთი მხარე და რუსთავის ჩათვლით. ცნობისთვის გეტყვით, რომ პავლე ინგოროყვა ამბობს, რომ ჰერეთის ცენტრი იყო რუსთავის ციხე-ქალაქი. და აი ამ დროს ჰერეთის სამთავროს განაგებდა და მართავდა მესხი ბაგრატიონები. ჰერელი ბაგრატი, ანუ ესე იგი ზოგადად ბაგრატიონები მესხეთის წარმომადგენლები არიან, ფუძე იქიდან მოდის და ერთ-ერთი შტო წავიდა ჰერეთში. აი იქ იყო მართველი შოთა რუსთაველის მამა გრიგოლი. აი რა ეპოქასაც მე თქვენ გიყვებით. და ამ დროს გაჩნდა შოთა რუსთაველი. გრიგოლს შეეძინა ვაჟი, დაარქვეს შოთა, იმიტომ რომ მის პაპას ერქვა შოთა პირველი და ეს გახდა შოთა მეორე. მოკლედ, ესე იგი შოთა გაუგზავნეს შოთა მეფეს ძალიან მოეწონა და იმდენად ძალიან მოეწონა, რომ გადაწყვიტეს, რომ გაეზარდათ, ესე იგი სამეფოდ. ანუ შოთა გამხდარიყო საქართველოს მეფე, გაერთიანებული საქართველოს. 5 წლისა რო შესრულდა შოთა, პავლე ინგოროყვას ვერსიას გთავაზობ, ჩემო ძვირფასებო, 5 წლისა რო შესრულდა მეფეო, აი ამ დროს მოულოდნელად რო აღარ ეგონათ, რომ შვილი შეეძინებოდათ, ჩვენს მეფეს და დედოფალს შეეძინათ შვილი, მაგრამ ქალი, დაარქვეს თამარი. ოღონდ ქალის მეფეთ კურთხევა არ შეიძლებოდა კანონიერად, ამიტომ არც კი უფიქრიათ ქალის მეფეთ კურთხევა და რა თქმა უნდა, ესე იგი შოთა რუსთაველი ითვლებოდა ისევ მეფობის ერთადერთ კანდიდატად. ეხლა უყურეთ, საინტერესო რა არის. 15 წლისა იყო შოთა, როცა თამარი იყო 10 წლისა. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 10 წელი ფაქტობრივად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ და ერთ სწავლებას და ერთ განათლებას და ერთ სიცოცხლეს
ერთად ესე იგი მისდევდნენ ჩვენი საყვარელი შოთა რუსთაველი და თამარ მეფე. ხო და რა თქმა უნდა მას ერთმანეთის ასე თქვა ჩინაგანი სიდიადე არ გამოეპარებოდათ და ჩვენი საყვარელი იგი მეცნიერის პავლე ინგოროყვას აზრით მათ უკვე სულიერად შეუყვარდათ ერთმანეთი და აი ამ დროს მოულოდნელად იქ რაღაცები პოლიტიკურად შეიცვალა და მეფემ გადაწყვიტა რომ არ ვაკურთხებ შოთას მეფედ. გაიწვია უკან, ანუ რუსთავში გამოგზავნა და დაახლოებით ესე იგი რამოდენიმე წლის შემდეგ მოვიდა ასეთი აზრი, რომ დაერღვია კანონმდებლობა და მეფედ დაესვა თავისი ერთადერთი ქალიშვილი. ეს ისტორიაში ცნობილია, რომ თამარი რო აკურთხეს, ამ დროს კანონიკურად უფლება არ ჰქონდა ქალის კურთხევის, მაგრამ აი ესეთი მეფე მიიღო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ამაზე დიდი წინააღმდეგობაც იყო, დიდი ბრძოლებიც იყო, დიდი ესე იგი მიუხედავად ამ ყველა ბრძოლებისა, თამარი დანიშნეს მეფედ. ეხლა ჩვენ მერე რა ვიცით, რომ აი ზოგადად ქართველი მეფეები როგორ იყვნენ, იცით შემოძვიფასებო. ასე ვინ შეგიყვარდებოდა, ხო, შენთვის იმას ვერ გაყვებოდი და ვერ მოიყვანდი ცოლად, გინდაც მეფე ყოფილიყო ქალი, გინდაც კაცი, ასე შენ გემოზე არ არის. ეს სახელმწიფო ინტერესების გათვლით ხდებოდა დაოჯახება. დიდი სახელმწიფოს და სიტყვაზე სხვა სახელმწიფოს ესე იგი შვილებს აუღლებდნენ ერთმანეთს, რომ კავშირი დამყარებულიყო ორ ქვეყანას შორის. ეს კავშირი, რომელიც პოლიტიკურად დადებითად იმოქმედებდა ქვეყნის მომავალს. ამ შემთხვევაშიც თამარი პატარა გოგო იყო, იმსჯელა სამთავრობო ხელისუფლებამ და გადაწყვიტეს, რომ თამარისთვის ასე თამარი დაეკორწინებინათ რუსეთის უფლისწულზე, ანუ მეფის შვილზე. და ეს ცნობილი ისტორიული ფაქტია. რუსი ჩამოუყვანეს მოკლედ თამარს სიძეთ. ასეთი რამე წერია ისტორიაში, რომ არც მანამდე და არც მას შემდეგ საქართველოში ასეთი ქორწილი არავის არ გადაუხდია, როგორიც იყო თამარის და ივანე რუსის ქორწილიო. ესე იგი, ეს კი დარჩა ამ რუსი უფლისწულისგან, მაგრამ ასევე წერია, რომ ძალიან უარგისი გამოდგა, მოდი ასე ვთქვათ, ძალიან არასახთო, არაზნეობრივი, არაოჯახური, არაერთგული, აი ესეთი პიროვნება და რა თქმა უნდა ის არ წხვენდა მეფის სახელსაც. ამაზე რა თქმა უნდა ქართველმა დიდგვაროვნებმა იმსჯელეს, პატარა კრებაც მოიწვიეს და ეს უღირსი სიძე განდევნეს საქართველოდან. ზოგიერთ ისტორიულ წყაროებში წერია, რომ თამარმა მას დიდი სიმდიდრეც გაატანა და დაასახლა ესე იგი სხვა ქვეყანაში, შეუწყო ხელი ყველაფერი ქონდა მას, რომ სამომავლო ცხოვრება ლამაზად აეწყო. მაგრამ იმასთან ცხოვრება უბრალოდ ქართველი ერისთვის იყო სირცხვილი და ეს მეფემ ერის ინტერესების გათვალისწინებით მოკლედ არ დაუშვა. ამის შემდეგ თამარს კიდევ მრავალ კანდიდატურას თავაზობდნენ, რომ ხელახლა დაქორწინებულიყო. ეკლესიურად მას ამის უფლება ჰქონდა. თამარი უარობდა. ამაზე სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაგრამ აი ქვეყნის ინტერესების გამომდინარე სამთავრობო აზრმა გადაწონა ჩვენი მეფის აზრი, თამარის აზრი და ოღონდ მოიძიეს ღირსეული კანდიდატი მეფობის, ეს არის დავით სოსლანი, ესე იგი ოსეთიდან. ეს ჩვენი დავითი დაублებული იყო, მშობლები ადრე გარდაიცვალნენ და მამიდამ იგი საქართველოში მართლმადიდებლად გაზარდა.
აი ასეთი პატივი ერგო და მართლა შეხედულებითაც იყო გამორჩეული, კარგი, ბრძოლითაც იყო უმაღლესი, მხედარი და მაგარი მებრძოლი, ზნეობითაც აღმატებული, სარწმუნოებითაც ძლიერი და მოკლედ ყველა ესე იგი მხრივ იყო განსწავლული და აღმატებული და დადებითი პიროვნება და ესე იგი ასე მეორედ დაქორწინდა თამარი. სამწუხაროდ ეს ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ამან თავისი დადებითი შედეგები გამოიღო, იმიტომ რომ მრავალი ომი დავით სოსლანმა მრავალი ომი მოიგო და საქართველოს წინ წაწია, როგორც მხედართმთავარმა და როგორც ჩვენი თამარ მეფის ღირსეულმა ქმარმა, მაგრამ მოულოდნელად ჩემო ძვირფასებო გარდაიცვალა. ესე იგი, ესეც კიდე დიდი ტრაგედია დატრიალდა საქართველოში და ამის მერე თურმე თამარს უთქვამს, რომ აი ამ თემაზე ლაპარაკი აღარ ჩამოაგდოთ ჩემთან. და ჩვენ ვიცით, რომ აი თამარის ძალა და ძლიერება, მისი სიწმინდე, მისი სიდიადე და მისის განსაკუთრებული სიყვარული, რაც ქართველი ერში მოიპოვა, იყო ის, რომ ის განუწყვეტლივ ყველა მარხვას, ყველა ომის პერიოდს ატარებდა მონასტერში ქვაზე წოლით, ძიმე მარხვების დაცვით და ლოცვა-ვედრებით. აი ეს იყო თამარის განსაკუთრებულობა და აი ამ განსაკუთრებულობით თამარმა მოიპოვა უდიდესი ავტორიტეტი ქართველ ერში. მან პირველ რიგში, როგორც დავით აღმაშენებელმა, განწმინდა უღირსი მსახურებისგან საქართველოს ეკლესია. დააკვირდით, ეს გააკეთა დავით აღმაშენებელმაც, ამას აკეთებს თამარიც. ესე იგი, დავიმახსოვროთ, რომ თუ ეკლესია წმინდა არ აგვაქვს, ერის აღორძინება არ ხდება. ესე იგი, ეკლესიის გაწმენდა არის საფუძველი ქვეყნის წინსვლასა და გამარჯვებასა და აღორძინებისთვის. აი ეს ფაქტობრივად ჩვენ ისტორიიდან გვეძლევა ეს მაგალითი. ამიტომ მაგრამ უყურეთ, ჩვენ ვიცით, რომ დავით აღმაშენებელმა სიმკაცრე გამოიჩინა და ყველა უღირსი დასაჯა ძალიან მკაცრად თან. მაგრამ თამარი იმდენად მოსიყვარულე იყო, იმდენად მის გულში იყო სათნოება, სიფაქიზე, აი რაღაცა განსაკუთრებული სიყვარული კაცთა შორის, თვით ის წინააღმდეგ სიყვარულიც, რომ აი თამარმა უფრო სიყვარულით გადაწყვიტა ეს რთული პრობლემა, ესე იგი ყოფილი საქართველოს ეკლესიის საჭეთა მყრობელი, რომელიც მერე მონასტერში წავიდა და ბერად აღიკვეცა, ვინმე გულაბერიძე დააბრუნა, ეს ეპისკოპოსი, სთხოვა, რომ მომეხმარე, რომ მშვიდობიანი გზით ეკლესია გავწმინდოთ. მას მოეხმარა მონასტრიდან დაბრუნებული ყოფილი კათოლიკოს პატრიარქი საქართველოსი და მისი ხელმძღვანელობით და თამარის, რა თქმა უნდა, ესე იგი კურთხევით და თამარის გადაწყვეტილებით, ჩემო ძვირფასებო, ასე პირველი, რაც თამარმა გააკეთა, განწმინდა საქართველოს ეკლესია. ასე სისხლის ღურის გარეშე, სიყვარულით, უბრალოდ, აი მარტივად და რაც მთავარია კიდევ ვიმეორებ, ესე იგი ლმობიერებით, ფაქიზად და აი ყველას მიმართ სიყვარულით მოახერხა ეს, რაც ურთულესი იყო ამ პერიოდში. რა თქმა უნდა, ამ დროს მოძლიერდა უკვე საქართველო და საჭირო იყო გარეშე მტრების მოგერიებაც. ამიტომ მრავალი ომიც გადაიხადეს ამ დროს. სხვათა შორის ისტორიკოსები წერენ, რომ თამარს შეეძლო ბრძოლის ველზე წასვლა. მას შეეძლო მხედართმთავრობის ფუნქციის შეთვისებაც კარგად გამოსდიოდა, მაგრამ უმთავრესად კი თამარი უფრო გამოირჩეოდა როგორც დაუცხრომელი ლოცვით, გულისხმიერი ლოცვით, როგორც მძიმე მარხვების დაცვით, მონასტერში კიდევ ვიმეორებ, ქვაზე, ესე იგი და სიცივეში წოლით
და განუწყვეტელი ტირილით. აი ეს იყო მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა და ის უზომო და განსაკუთრებული სიყვარული ყოველი ადამიანის მიმართ, რას დღეს გვაკლია ჩემო ძვირფასებო. აი ამ სიყვარულმა თამარის ხელქვეშ შეკრა უდიდესი სახელმწიფო, უძლიერესი სახელმწიფო და გამარჯვებას მოჰყვა. ერთ პატარა დეტალს გეტყვით, რათვის ება ქონდა იცით, აი თვითონ არ მიყვებოდა უმთავრეს ომებს, თვითონ არ მიყვებოდა ბრძოლაში და ასეთი წესი ქონდა, რომ ვაზის ჯვარს დაიჭერდაო ფეხში შველა და მთელი ჯარს ასე გააცილებდა ბრძოლაზე. ფეხში შველა გაივლიდა მთელი ჯარის წინაშე და ეს ერთგვარი კურთხევა იყო. ჯარისკაცებს მეომრებს იმდენად ძალიან უყვარდათ ჩვენი საყვარელი თამარი, რომ აი იშვალებოდნენ უდიდესი ძალით, ენერგიით, სიყვარულით და შეიძლება ითქვას თავგანწირული სულისკვეთებით, რაც ყველაზე მთავარია ჯარისკაცისთვის და სახელმწიფოს ერთგული ადამიანისთვის. აი ასეთი ძვირფასი იყო თამარი. ჩემო ძვირფასებო, ერთი ძალიან საინტერესო ასეთ თხზულებასავით გადმოცემა არსებობს, რომელსაც მე დიდი სიყვარულით მოგიყვებით. ესე იგი, საჩუქრათო რომელიმე სხვა ესე იგი სახელმწიფოს მეფემ საჩუქრად თამარს თურმე აჩუქა, ალბათ ინდოეთი იქნებოდა ლომის ბოკვერი. აი პატარა ბოკვერი ლომის. პატარა ხო საყვარელია, მაგრამ ნელ-ნელა რო იზრდება, მერე საშიში ხდება და თამარმა თურმე თავის ხელით გაზარდა. ეფერებოდა, ესიყვარულებოდა, აჭმევდა. და წარმოიდგინეთ რა წერია საოცარი ლომიო იმხელა გაიზარდაო, რომ საქართველოში ასეთი დიდი ლომი არ არსებობდაო. ანუ ამ ზომის უზარმაზარი დიდი ლომები საქართველოში ფიზიკურად არ იყო. ამიტომ ჩვენთან რომ ამზადებდნენ გალიებს ლომების დასაჭერად. ეს ლომი თუ თამარს თვალს მოჰკრავდა, დაანგრევდაო ამ გისოსებს ყველაფერს, იმიტომ რომ ის ხო გათვლილი იყო ჩვენი საქართველოში მყოფი ლომების სიტყვაზე ძალაზე. ხო და ის იმაზე ძლიერი იყო, გადაანგრევდაო და სანამ თამართან არ მივიდოდაო, მანამდე ვერავინ ვერ აკავებდა მას. ხო და მემატიანე ერთ ესეთ ამბავს იხსენებს. ერთხელ თურმე ერთჩები ყავდნენ თამარ მეფეს. ანუ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც ესე იგი ქვეყნის საქმეებზე საუბრობდნენ, სამომავლო პოლიტიკურ სავაჭრო საქმეებზე. და თურმე გამოუყვანიათ ესე იგი ვაზირებს ეს გიგანტი ლომი სასეირნოდ. ალი არ მოუკრია თამარისთვის. აბა იმას რა გისოსები დაიჭერდა, დაუნგრევია ყველაფერი, გადაუნგრევია ყველაფერი და მოდის თამართან. ეხლა ეს ჩემი ფანტაზიაა, წარმოიდგინეთ ეხლა თქვენ იმ ელჩების მდგომარეობა, ვებერთელა ლომი რო გიახლოვდება, რა მოხდებოდა იქ. ხო და ასე წერია ამ საოცარ თხზულებაში, რომ თამარს უთქვამს, რომ არ აქვს ხვენი არანაირად იქცევიო. წადი ეხლაო და აი ჩtildeში დაჭიქიო ხესთან და დამელოდეო. სანამ ამ საუბრებს მორჩევიო, ხო ხედავ სტუმრები ჩამოვიდა და ლომიო მორჩილათო, ოღონ მოწყენილათო. წავიდაო და იმ ხეჭდილში დაждაო და თურმე თამარს თვალს არ აშორებდაო და ოღონ უნდოდა მოსვლაო და რო ვერ მოდიოდაო, ასეთი რამე წერია ამ გარდამოცემაში, რომ ცრემლების დიოდაო, აი დიდი უზარმაზარი ცრემლებიო და ბოლოს ადგილი რო დატოვა ლომაო, გუბე იყო ცრემლების დაყენებულიო, წარმოიდგინეთ. ხო და მერე რა თქმა უნდა, მოდი კარგიო და მოეფერა და დაწყნარდაო და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ელჩები, ჩემო ძვირფასო ბავშვებო, რა ამბავს მიიტანდნენ თავის ქვეყანაში, რომ ჩავიდოდნენ, რომ ეს ვინ არისო, ესე იგი ლომებიც კი ემორჩილებიანო, ასეთი წმინდა ადამიანიაო. კიდევ ერთი განსაკუთრებული ომის მოგების შემდეგ ერთ-ერთი ტყვე მოჰგვარეს თამარს. მოჰგვარეს ეს ტყვე და ეხლა თამარი იმდენად მობიერი იყო, რომ ასე სიკვდილით დასჯას
გინდა მტერი ყოფილიყო, არ უბძანებდა. პირიქით უნდოდა რომ ყველა ქრისტეს სიყვარულზე მოექცია, ყველა რაღაცაერად მეგობრად და ძვირფას ადამიანად გაეხადა და მოკლედ ეს მტრის რაზმიდან ერთ-ერთი მხედამთავარი უბრალო კაცი კი არა. მოვიდა ახლა თამარს უნდა შეახვედრონ და უცბად თამარის თავზე რაღაც გამოსახულება დაინახა ამ ესე იგი მხედამთავარმა და ესე იგი დაიკრუნჩხაო წერია. აი დაპატარავ და რაღაცა ესე იგი საზიზღარი ფორმა მიიღო და წივილ-კივილი მორთო, ესე იგი და რამოდენიმე 10-15 წუთი დაჭირდა რომ აზზე მოეყვანათ ეს კაციო. ხო და იქ ზევით ვეღარ იყურებოდაო, კი მოვიდა აზეო და რა იყო უთხრეს? რა მოხდაო? რას ამბობ მანდ ვერ გავიხედებიო, მაგრამ თქვენ ახლა აზზე არ ახართო და ომში აი იმ კაცმა მოიგო, აი მანდ რო არის გამოსახულიო. ვინ არისო? ანუ ესე იგი ისო ფიზიკურად იბრძოდაო. და არაერთი ჩვენი სახელოვანი მებრძოლი და მხედარი მაგამ პირადად ესე იგი შემუსრაო და მე ჩემი თვალით დავინახეო. შეხედეს და თურმე ყოფილა მიქაელ მთავარანგელოზის ფრესკა. ესეთი ისტორია შემოგჩა. ესე იგი როგორც ჩვენ დავით აღმაშენებელზე წერია რომ იმდენად უყვარდა ღმერთს რომ ზეციდან წმინდა გიორგის სახმართა ბრძოლებში წარმოიდგინე თამარი კიდევ უფრო აღმატებულია, იმიტომ რომ მთავარანგელოზი მიქაელი ბოროტის მინდევართა კი არა, ბოროტი ძალის შემოსვლელია. მხოლოდ მიქაელ მთავარანგელოზს შეუძლია ზეციური ძალიდან ლუციფერის, ანუ ბოროტი ძალის დამარცხება. ესეთი დიდია მიქაელ მთავარანგელოზი და ესეთ პატარა ისტორიაში როგორ ვლინდება რამდენად დიდი მფარველობა ჰქონდა თამარ მეფეს ზეცისგან. ეხლა მოდი ვისაუბროთ რამდენად თავმდაბალი ადამიანი იყო თამარი. მიუხედავად ასეთი დიდი ძალისა, დიდი ძალისხმევისა, დიდი სახელმწიფოს გაერთიანებისა და ამ სახელმწიფოს მეფობისა, ერთი ესეთი პატარა ისტორია შემოგჩა. თურმე იყო ძალიან გულუხვიც და ხელმწიფეც, ანუ უყვარდა გაჭირვებულებისთვის დახმარება. ყოველთვის თან არ არსებობდა ისეთი მომენტი, რომ გაჭირვებული გაეტარებინა ისე, რომ ფული არ მიეცა, სიყვარული არ გადაეცა, რამენი უთია, საჭმელი არ ეჩუქა და მოკლედ მოახსენეს თამარს, რომ ესე იგი მიდის წირვაზე და იმოსება, ანუ იცვამს ბავშვებო ტანსაცმელს. ხო და ეხლა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მეფეები და დედოფლები და ასეთი სახელმწიფო წარმომადგენლები ასე ესე იგი უბრალო ტანსაცმელით მოჩდებოდნენ ხალხში. ესე იგი, ნახეთ რა მოხდა. ხო და როდესაც ესე იგი იკაზმებოდა ერთ-ერთი კონკრეტული მოსასხამი, რომელიც იყო ლამაზი და ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, მოკლედ ქალებმა როგორც იციან, ხან ესე მოიგო, ხან ისე მოიგო, ხან ესე მოიგო და ბევრი დრო დასჭირდა. ხო და ამ დროს მოახსენეს, რომ ესე იგი მათხოვარი მოვიდაო და დახმარებას ითხოვსო და ამან უთხრა დამელოდოსო. ხო და იმდენი დრო გასულა მოკლედ ამის მოკაზმაში, რომ გამოსულა აღარ დახვედრია იქ. და ძალიან უნანია, ტირილი დაუწყია თამარს და ტაძარში რა თქმა უნდა წავიდა. ეძება გარშემო შემოიარა არსად არისო და წავიდა და ტირილით მოუხდია ეს უძვირფასესი ძალიან მდიდარი შესამოსელი და ღვთისმშობლის ხატისთვის შეუწირია, რომ მე ამის ღირსი არა ვარ. იმიტომ რომ ადამიანმა დახმარება მთხოვა, ვინც ისო ლუკმაპური არ ქონდაო და მე კიდე ამის შემოსვაშიო შეიძლება მშიერი დავტოვე ადამიანი. აი ესეთი სულგრძელობა ახასიათებდა. კიდევ ერთი გამახსენდა. ერთხელ თურმე თამარ მეფეს ასეთი სიზმარი უნახავს. რაღაც ძალიან ლამაზ სამყაროში მოხდა, ალბათ 64-ის მსგავს რაღაცა უდიადეს სამყაროში და ასეთ გასასვლელია რა. ესე იგი და
ამ გასასვლელში მიდის თამარი, მიდის და იქით ჩანს ძალიან ლამაზი და დიდებული ტახტი. ანუ სამეფო, სადედოფლო, შეიძლება ითქვას აღმატებული. ხო და თამარს უფიქრი ალბათ ჩემიაო და იქით წავიდა. რომ მიუახლოვდა ანგელოს გაუჩერებია, რომ ეს თქვენი ადგილი არ არისო. და რიგითი ადგილი მიუთითებია, აი თქვენი ადგილი აქ დაბრძანდითო, რიგითი ადგილი. თამარს გაუკვირდა თურმე რომ ვინ უნდა დაждდეს იქაო და უცბად დაუნახია ერთი უბრალო ქართველი ქალბატონი მოიყვანეს აქა და დასვეს ამ ტახტზე და ხა თამარმა თურმე იკითხა რომ ესო რითია ჩემზე აღმატებულიო, ასეთი რა მადლი აქო, რომ ასწავლეთო, რომ მეც გავაკეთო ეს მადლიო და იცით რა უთხრეს? აი ეს ქალბატონი იმით არის შენზე მაღლაო სულიერებაში და ღმერთში და სამოთხეშიო, რომ ამ ქალს ერთადერთი მიზანი აქვს, რომ თავისი შესაძლებლობებით, თავისი მწირი შესაძლებლობებით, რაც კი საშუალება აქვსო, სამოძღვრო სამოსელს კერავსო. და მერე უანგაროდ გაყიდვის გარეშე ჩუქნის ეპისკოპოსებს და მღვდლებს. ხო და მართლაც ეს რო გაუგია თამარ მეფეს, გამოფხიზლებულა და გადაუწყვეტავს, რომ ესე იგი თურმე იცოდა ძალიან კარგი ქსოვა, კარგვა, აი ეს ხელსაქმე ძალიან კარგად ეხერხებოდა და ამის შემდეგ გადაუწყვეტია დღეები და ღამეები თურმე არ ძინებია ბავშვებო და 7 შესამოსელი გაუკეთებია ეპისკოპოსებისთვის, მოძღვრებისთვის და შეუწირავს ერთ დღეს, აი ეს ყველაფერი ერთ დღეს შესწირა და ესეც არის ნიშანი, აი ნახეთ, ისე კი არ იყო რომ რას ქვია მე ესე და აი ესე იგი სწავლა თან სწავლობდა, იმიტომ სიმდაბლე ჰქონდა. ვისაც სიმდაბლე არ აქვს, ნახეთ რა მოსდის ვიღაცამ რო შენიშნა მისეს ეწყინება და შეიძლება გაიბუტოს და შეიძლება თუ ხელმძღვანელია საერთოდ თანამდებობიდანაც მოხსნას ადამიანი, რომლის სიტყვაც არის სიამოვნება. აი თამარი კი, ნახეთ როგორი უბრალო და სადა ადამიანია. ხო, თუ რამეს დაატყობს, რომ რამე არ მოეწონება, აღმოფხვის ამ ნაკლს. და ამიტომ დღითი დღე ამ სიმდაბლით იმოსებოდა და წინავდა, დაადიოდა ღმერთ გამხდობილ, ესე იგი ხდებოდა მასში გამხდობა და რა თქმა უნდა ბოლოს აღიწია ღმერთამდე და მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო, რომ საქართველოს დედა ეკლესიამ ის წმინდათა დასში შერაცხა. ანუ არა ყავს ყველა მეფე კი არ არის წმინდანი, მაგრამ აი ჩვენ ვინ ჩამოთვალეთ, ვისწავლეთ, წმინდა მეფეა მეფე მირიანი, წმინდა ნინოს დროს, წმინდანია მეფე ვახტანგ გორგასალი, წმინდანია მეფე დავით აღმაშენებელი, ჩვენი სამყვარელი დავით აღმაშენებელი და დღეს ჩვენ თამარ მეფეზე ვისაუბრეთ, წმინდანია თამარ მეფე. აი ასეთი, ეხლა მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა თამარმა მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესი და უმდიდრესი მეფე იყო, დიდხანს ვერ იცოცხლა ჩემო ძვირფასებო. თქვენ იცით, რომ ზოგადად სიცოცხლე არ არის ეს ადამიანის გადასაწყვეტი. სიცოცხლეს ღმერთი აძლევს ადამიანს, მის დაბადების თარიღსაც ეს ზეცაში წყდება და როდის გაიყვანოს ადამიანი წუთის ოფლიდან, ესეც ღმერთმა უწყის, ეს წინე. იმიტომ რომ ეთო მასწავლებელი ახლა ჩემ კადრში და ეთო მასწავლებელს ასე უთხრა ღმერთმა, რომ შენს თავზეო ეთო მასწავლებელო ყოველი ღერითმა არის დათვლილიო. და ჩემი ნების გარეშეო ღმერთმა უთხრა ეთო მასწავლებელს, ერთი ღერითმა არ დაგცვიდებო. და შეიძლება რომ შემთხვევით ან დიდი მეფე გახდე, ან ომი წააგო, ან მოიგო, ან ასე შემდეგ რაღაცა დიდი წარმატებული ნაბიჯი გადადგა. ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ღმერთს ეწერება და ღმერთის კურთხევით, ღმერთის დახმარებით ხდება ადამიანის ყოველი წარმატება. ხო და ჩემო ძვირფასებო, 50-საც ისტორიაში წერენ, რომ 50-საც ვერ მიაღწიაო. ულამაზესი ყოფილა თურმე გარდაცვალების პერიოდშიც.
ზოგიერთი ვერსიით 46 წელს წერენ, ზოგიერთი ვერსიით 48 წელს, აქ აღარ არის დიდი განსხვავება, მაგრამ ასეთი ამ წერია, რომ ქვაზე წოლით და მძიმე მარხვებით დასნეულ და ლამაზი სხეულიო და რაღაც ქალური დაავადება შეხვდაო. რომელიც ექიმები კი მოყავდათ, მკურნალობდნენ, გოგებაშვილი ასე გვიწერს, მაგრამ ვერაფერი ვერ ურჩევლეს და მეფის უკვდავი და ლამაზი სული ღმერთმა გაიყვანა ცათაშინაო, ასე წერია და მოკლედ მთელი საქართველო განსაკუთრებული სიყვარულით, განსაკუთრებული ტკივილით ტიროდა თამარ მეფის გარდაცვალებას. აი, თურმე ასეთი რამეა ნათქვამი, რომ ალბათ ასე ძალიან მაინც ქართველ ხალხს არავინ არ ყვარებია, როგორც უყვარს თამარი. გრიგოლ რობაქიძე წერს, რომ სიცოცხლეში ვინც ლეგენდად იქცაო. სიცოცხლეში რა არის, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და წმინდანად აღიარებდნენ და ყველა როგორ უდიდეს წმინდანს ისე სცემდა თაყვანს მთელი საქართველო. აი ესეთია თამარიო იძახდა, რომელსაც ანალოგია არ აყავს საქართველოშიო და მე დასწენს, რომ პატარა ხიდები, პატარა მდინარეები, პატარა წყაროები და ასე შემდეგ ბორცვებიც კი საქართველოში სადაც გახედავთ, ყველგან ხიდები, ყველგან თამარის სახელი აქვს მინიჭებული. ასეთი დიდი იყო ჩვენი თამარი. ეხლა მე დაუბრუნდები დასაწყის, რაც მე თავიდან დავიწყე. ის ვერსია, რომ შოთა რუსთაველს და თამარს უყვარდათ ერთმანეთი, პავლე ინგოროყვამ, ასეთი გაგრძელება მოუძებნა. კი ბატონო, თამარი უცხოელებზე დააქორწინეს, მაგრამ შეიძლება სულიერი და ძლიერი სიყვარული ასე მოისპოს უცბად და ეს სიყვარული არ მოისპო, პავლე ინგოროყვა ამბობს და თამარს არ შეეძლო შოთას გარეშე და თავის მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საპატიო ადგილი, აი სამთავრობო, აი პარლამენტი რო ავიღოთ, სამმართველო ორგანო, ეჭირა შოთა რუსთაველს. შესაბამისად, შოთა რუსთაველი მონაწილეობდა ამ მთავარ გადაწყვეტილებებში და ჩვენ ვიცით კიდევ ერთი სასწაული დიდი ფაქტი, რომ ვეფხის ტყაოსანი მსოფლიოში ყველაზე დიადი და ძლიერი ნაწარმოები შოთა რუსთაველი არ ფარავს და იძახის, მე ეს მიუძღვენი თამარსო. და ერთ-ერთი ასეთი გადმოცემა არსებობს, რომ როგორ ეწევა სასახლეში შოთა და გადასცემს საჩუქრად თამარ მეფეს ჩვენს დიად ვეფხის ტყაოსანს. ეხლა მინდა ასევე გითხრათ, რომ აი ჩვენ ეხლა ვთქვით, რომ ღმერთის გარეშე არაფერი არ ხდებაო. ხო და ესე იგი ვინაიდან ღმერთმა არ დაუშვა შოთას და თამარის შეუღლება, ამას გარკვეული ობიექტური, ესე იგი გაგრძელება აქვს. იმიტომ რომ ეს მათი სიყვარული გარჩა ხელუხლებელი და შორეული და უფრო მგზნებარე და უფრო ცეცხლიანი და შოთა რუსთაველმა ეს ცეცხლი თამარისადმი სიყვარულისა ჩაწურა და ჩადო ვეფხის ტყაოსანში და ამ სიყვარულის ცეცხლით დაწერა ეს გიგანტი ნაწარმოები მსოფლიოში უნიკალური და თამარმა კი ის გულში დაგროვილი სიყვარული, ესე იგი ამ სიყვარულის ძალით შეძლო გაბრწყინება ღვთის წინაშე და ეკლესიის წინაშე, რომ ის წმინდანად იქცა. ანუ ესე იგი უფალმა ასე დაუშვა, მისი კეთილინება ასეთი იყო, რომ ისინი გაშორებული იყვნენ ერთმანეთს, მაგრამ ერთიც დიდი წმინდანი და ბრწყინვალე მეფე გამხდარიყო და დაედგა შარავანდედი საქართველოს მეფეს, ისტორიულად ყველაზე ძლიერი იყო ამ დროს საქართველო და მეორე შექმნილიყო ამ ეპოქაში ყველაზე მსოფლიოში სახელგანთქმული და ყველაზე დიადი ნაწარმოები, როგორიც არის შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსანი. აი, ეხლა ბოლოს ასეთი რამე მიგდა გითხრათ, ჩემო ძვირფასებო, რომ თამარ მეფემ
როგორც გადმოცემა გვასწავლის, ასეთი ანდერძი დაიბარა, რომ არ მინდაო, რომ ჩემი საფლავი ცნობილი იყოს. ალბათ რას მივაწერთ არ ვიცი ამას, მაგრამ ალბათ მივაწერთ მის სიმდაბლეს. მაგრამ ადამიანი რო გარდაიცვლება, რაღა იცის მერე რა მოხდება. ამიტომ არსებობს ასეთი მითიური, ესე იგი, ისტორიები. ერთ-ერთი მათგანი ასეთია, რომ 9 ოქროს კუბო წაიღეს, 9 მხარეს მიაქვთ ცხედარი, იმიტომ 9-შივე ხო არ ესვენებოდა, ესე იგი 9-დან 9 ოქროს კუბო იყო და თამარი მხოლოდ იმ ერთ კუბოში ესვენა. მაგრამ ეს იყო გასაიდუმლოებული და არავინ არ იცოდა 9-დან რომელში იყო თამარი. 9-ს მიუჩინეს საიდუმლო ბინა, მე უბრალოდ ვერსიებს გეტყვით, ჩემამდე რამდენი ვერსიაა მოსული, ოღონდ ეს არ არის ოფიციალური ცნობები. ერთ-ერთი მე ასე მეგობრებისგან გადმოცემით ვიცი, რომ არის ზემო სვანეთი, ეძებეს, მაგრამ დღემდე ვერ იპოვეს. ერთ-ერთი ვერსია ვიცით, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. იქაც ეძებეს, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახეს. ერთ-ერთი ვერსია არის გელათის მონასტერი. იქ გათხარეს საერთოდ და არაფერი არ აღმოჩნდა. და ასე შემდეგ. სვეტი ცხოველიც არის სხვათა შორის ერთ-ერთი ვერსია და ესე იგი დღემდე მოკლედ არ არის თამარის საფლავი. სად არის კონკრეტულად, დღეს ჩვენ არ ვიცით. მე ახლა ერთი ესეთი ინტერვიუ მაქვს წაკითხული, ვიღაც უცხოელი ჟურნალისტი პატრიარქს ეკითხება. უბრალოდ გავაჟღერებ ახლა ეს ბევრს არაფერს დოკუმენტურ მასალას აქ არ გვაძლევს, მაგრამ რამდენად მართალია, არ არის მართალი, უბრალოდ მე მოგიყვებით, მე პირადად რა წავიკითხე. ეს უცხოელები ეუბნებიან, რომ ჩვენო ისეთი აპარატურა გვაქვს, რომ კედელშიო რომ დავანათოთო, შეგვიძლია გავიგოთ კედელში შიგნით რა არისო. ხო და ჩვენო ამ აპარატითო დავადგინეთ, სად არის თამარის საფლავიო. ეუბნებიან პატრიარქს. ხო, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდძალი სიმდიდრე ახლავს თამარის საფლავს, ამიტომ ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი სარგებელია. უნიშნელოვანესი, ეს არ არის პატარა უბრალოდ რაღაც სარგებელი. ხო და აი მოვედი თქვენთანო და გვინდაო რომ გაგაცნოთ სად არისო და მე რაც წავიკითხე, იქ ასეთი რამ წერია, რომ პატრიარქმა უთხრა, რომ ჩვენთვის ცნობილია სად არის თამარის საფლავი, მაგრამ ის არ არის ცნობილი, ის ცნობა არ აქვს ჯერ, როდის უნდა გაიხსნას იგივე. ეს ალბათ უფრო ღვთაებრივი ვერსია შემორჩენილი და რატომაც არ შეიძლება რომ ასეთი ვერსია არსებობდეს. ანუ სულიწმინდის მადლით და ასე უთხრა პატრიარქმა, რომ ჩემმა გულმა იცის სად არის, მაგრამ ჯერ არ არის კურთხევა ზეციდან, რომ გაიხსნას თამარის საფლავი და გამოვიდეს სააშკარაოს. აი ესეთი მე პირადად რო არ წამეკითხა ეს ვერსია, ნამდვილად არ მოყვებოდი. ეხლა მე პავლე ინგოროყვას ვერსიას ხო გითხარით, რომ ჩემი გულში ეს რა თქმა უნდა არაფერს ანიშნავს, ეს არ არის მეცნიერული აზრი, მაგრამ ჩემი აზრი ხო შეიძლება გამაჩნდეს და ჩემი აზრი ასეთია, რომ ვინაიდან ფარულად შოთა რუსთაველს და თამარს უყვარდათ ერთმანეთი, ჩემი აზრით, ხო, სხვათა შორის ამას დავძენ, რომ თამარი ვერ ძლებდა შოთას გარეშე და მინისტა კაბინეტსო მეძახიან, ანუ სამთავრობო ხელისუფლებას. ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საპატიო ადგილი ეჭირა შოთა რუსთაველს. ანუ მის გარეშე სხდომები არ ტარდებოდა თათბირებ. მას ჰქონდა მეჭურჭლე თუ ხუცესის დიდი საპატიო, ესე იგი, თანამდებობა. ხო და ხა ჩემი აზრი ბოლოს ასეთია, რომ მეჭურჭლე თუ ხუცეს განდო თავისი საიდუმლო და უთხრა შენ გადაწყვიტეო. შენ როგორც იტყვი, ისე იყოსო, ჩემი გარდაცვალების ამბავი იცით, რომ პირველი თამარი გარდაიცვალა ძალიან ახალგაზრდა. და ჩემი ვერსია ასეთია, რომ შოთა რუსთაველმა 9 ვერსია ხო გითხარით არსებობს თქო, 9-ში არც ერთში არ იყო თამარი. მეათე ვერსია, რომელიც საიდუმლოდ შეინახა, ჩემი აზრით,
ეს არის თავის ციხე სიმაგრეში, რუსთავის ციხეში, საიდუმლოდ დიდ სამეფო სარკოფაგში დამარხა და ხელში დააჭერინა თავისი უკვდავი ვეფხისტყაოსანი და ამიტომაც ეს ვერსია არსად არ ფიქსირდება. ეს არის საიდუმლო ვერსია, რატომაც არ შეიძლება იყოს ასე. ამიტომ ჩემი ვერსია ასეთია და მე ამის შემდეგ თამარი რო დაკრძალა რამოდენიმე წელში შოთა რუსთაველი შედგა ბერად ეთომასწავლებელო, ეს ცნობილია და ცოტა ხანში ეკურთხა რუსთავის ეპარქიის მმართველად, ანუ რუსთაველი ეპისკოპოსი იყო და რუსთველი ეპისკოპოსის ჩამონათვალში არის ეს ჩამონათვალი ოფიციალური. მეოთხე ადგილს იკავებს შოთა რუსთველი, პირდაპირ წერია, ფილოსოფოსი, განსწავლული, მეცნიერი, ასეთი დიდი ხოტობით რაღაცი და თან წერია, ესე იგი, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მომხატველი. ანუ ერთი-ერთზე ეს ვერსია მტკიცდება. ეს მეცნიერთა წრეში ძალიან ცნობილი ფრაზა, არ გეგონოთ, რომ რაღაც ახალი თქვი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ასევე საოცარი ის მოხდა, რომ შოთა რუსთაველის საფლავიც არ ვიცით. ესეც გასაიდუმლოებულია. უფრო მეც გეტყვით. ეხლა მე ხო ისტორია რაღაცები მოგიყევით თამარზე. შოთაზე ეგ ისტორიებიც არ ვიცით. ხო და ჩემი აზრი ასეთია, რომ ასევე ანდერძად დაიბარა შოთა რუსთაველმა მეორე სარკოფაგი თამარის კვერცხი ასევე გასაიდუმლოებული სახით ყოფილიყო რუსთავის ციხეში. ხა მე რატო ვიძახი? დაახლოებით 5 და 10 მეტრა მიწა აყრია რუსთავს, რომელიც არ არის ჯერ გათხრილი. აი რუსთავის ციხეს. იმიტომ რომ პავლე ინგოროყვას მიხედვით მან ვეფხისტყაოსანი რუსთავის ციხეში დაწერა. ანუ წელსაც ასახელებს პირდაპირ. და რა თქმა უნდა რუსთავის ციხიდან მართავდა ამ სამთავროს, რუსთავის ჰერეთის სამთავროს, აქედან მართავდა, ეს მას უწერია და მოკლედ, რავი, ჩემი ვერსია ასეთია, რომ პირველად აღმოჩნდება, ეხლა გათხრები დაწყებულია, მინდა გითხრათ, რუსთავის ციხეში. რუსთავის მუზეუმში ვინც მოხვდებით და მე გირჩევთ, რომ თუნდაც ერთი დღე დავთქვა და მე გიმასპინძლებ და წაგიყვანთ რუსთავის ციხეში. რუსთავის მუზეუმი გვაქვს ძალიან საინტერესო, სადაც იმდენ უნიკალურ არტეფაქტს ნახავთ, აი არქეოლოგიური გათხრების შედეგად მიღებულ ნივთებს, სადაც სოფლიო დონეზე, მეცნიერულ დონეზე მტკიცდება 4000 წლის წინ აქ იყო უდიდესი ციხე-ქალაქი. მერე ის რომ შოთა რუსთაველი ამ რუსთავიდან არის, აი თბილისთან ახლოს რომ რუსთავია, 7 დიდი მეცნიერი ამბობს, სოფლიო ამ 7 მეცნიერიდან ერთი ხო გითხარით პავლე ინგოროყვა, ერთი ძალიან ცნობილი არის თეიმურაზ ბატონიშვილი, სოფლიო დონის ასევე დიდი მეცნიერი და თანამედროვეობაზე კიდევ ერთს დავასახელებ, თანამედროვეობაში ზაზა ალექსიძე, ასევე სოფლიო დონის დიდი მეცნიერი. ესე იგი, როგორც გითხარით, ამაზე ფილმიც არსებობს, სადაც ეს ვერსიები არის უფრო დახვეწილად გადმოცემული და შეგიძლიათ მერე ეს ფილმიც შემოგთავაზოთ და ვნახოთ ერთად. მოკლედ დასკვნა ასეთია. საქართველოს მრავალი დიდებული ხანა ახსოვს და მათ შორის ჩვენ გვყავს დავით აღმაშენებელი, რომელმაც პირდაპირ სახელი დაირქვა აღმაშენებლის, ნიშნავს, რომ აღაშენა ქვეყანა, მკვდრეთით დასემული ქვეყანა აღაშენა და განაბრწყინა და სოფლიო დონეზე დიდი სახელმწიფო შექმნა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. ეს ნიშნავს კავკასია გააერთიანა. ქართველი მეფის, ესე იგი მმართველობის ქვეშ იყო მთელი კავკასია. მაგრამ შარავანდედი დიდების თამარ მეფემ დაიდგა, ანუ უფრო ძლიერი ქვეყანა. დავითზე ძლიერი ქვეყანა თამარ მეფეს ჰქონდა. არის ერთადერთი ქალი, რომელიც იწოდება მეფეთ და ერთადერთი ქალი, რომელიც წმინდანთა შორის დასახელებული ქალი იწოდება მეფეთ. ასევე ერთადერთია. მინდა გითხრათ რობაქიძის მოსაზრება, რომ ყველაზე, ესე იგი, დიდ ლეგენდად საქართველოში მაინც თამარი იქცა, იმიტომ რომ
ამდენ მდინარებს, ხიდებს, წყაროებს, გზებს და უამრავ ჯვრებს და ასე შემდეგ სიწმინდეებს საქართველოში უმეტესი სახელი თამარისა აქვს. აი ესეთი მოსაზრება, პოეტური მოსაზრება გრიგოლ რომაგიდას, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ესე იგი წმინდა გიორგიზე მეტი სახელობის არის რამე საქართველოში და სხვათა შორის მე ჩამივარდა არქეოლოგიური წიგნი, დავთვალე და ღვთისმშობლისა წმინდა გიორგიზე მეტია. მე ეს არა ვარ მეცნიერი და მე ამაზე თავს ვიკავებ, ჩვენთვის ესე იგი პირველი, რა თქმა უნდა, სამებაა ქართველი კაცისთვის და სამების გარეშე არაფერი არ ხდება, მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. ჩვენთვის ერთადერთი უდიდესი მფარველი არის დედა ღვთისმშობელი, რომელიც ერთადერთი იწოდება სამების გვერდზე და ყოვლადწმინდა სამების შემდეგ ერთადერთს ქვია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. მეტი ყოვლადწმინდა სახელი არცად არ იხმარება. აი ამ დონეზე დიდია დედა ღვთისმშობელი. და ის რომ ჩვენმა პატრიარქმა ჩვენი სამშობლო ქვეყანა ერი ჩააბარა წმინდა გიორგის, ეს შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ წმინდა გიორგი ყოველთვის და დღესაც არის ჩვენი ერის მფარველი და ყველაზე განსაკუთრებული წმინდანი, მებრძოლი და ის ბრძოლებშიც გვეხმარება და ჩვენთან ერთად იბრძვის და ბოლოს ვიტყვი ასეთ რამეს, რომ თამარ მეფე არის ჩვენთვის ალბათ ყველაზე საყვარელი წმინდანი, ყველაზე საყვარელი ქალი, ყველაზე საყვარელი დედა და ყველაზე საყვარელი მართველი, იმიტომ რომ მან ეს დიდება, რაც შექმნა დაუვიწყარი შარავანდედი დაადგა საქართველოს, ყველაფერი სიყვარულით შექმნა. აი ასეთი მართველი მსოფლიოს არ აყავს, არა ძალის გამოყენებით, არა სიმკაცრით, არამედ საოცრება მოახდინა. ეს ყველაფერი სიყვარულით განახორციელა. მე თანამედროვე დიდი მეცნიერების მოსაზრებით დავასრულებ ამ პატარა გასაკვეთს, რომ ასე ამბობენ, რომ ერთადერთი, ვინც იმეორებს თამარის სულგრძელობას და სიყვარულით წინსვლას, ეს არის ჩვენი პატრიარქი ილია მეორეო, რომელიც ასევე თამარის გზას ირჩევს, რომ სიყვარულით ახორციელებს ამ ყველაფერს. არა დასჭით, თუმცა შეუძლია მას, არა განკვეთით, არა სიტყვაზე სხვა მეთოდებით, არამედ ყოველთვის ირჩევს ერთადერთ გზას. ერთსა და მოყვარეს უპირისპირდება სიყვარული და ერთ პატარა დეტალს მოგიყვებით ახლა მისი პირადი ცხოვრებიდან, ახლა ხანს გამოვიდა საიდუმლოდ არ ვიტყვი ვისიდან. ერთი კაცი მიყვება, რომ ერთ-ერთი მონაზონი დედაო მისულა პატრიარქთან და ჩვენ ვიცით, რომ ერთი ყოფილი მღვდელმთავარი ძალიან აუგად იხსენებს მას და სინოდში განაცხადა, რომ ვითომ ის ასე თვით ცოდვებშია და ჩვენ ეს ვიცით, აღარ გავიმეორებ მაგებს და ამ კაცზე ეუბნება, რომ აღარ დადგაო მეუფედრო, უწმინდეს ეუბნება უწმინდესო, რომ განიკვეთოს ეკლესიიდან, რომ მოისვენოს ყველამ. ხალხიო დაბრკოლებულია, ისო თქვენზე მაინც აგრძელებსო ცუდის თქმაასო, აი ამას ამბობს, იმას ამბობსო და უნდა რომ გამოსტყუოს რა, ასეთი კურთხევა, რომ ხო მართლა მოდი გავუკეთოთ რა, დაღალა ყველა მართლა ამ კაცს, მართლა დაღალა. ნახეთ რა პასუხს ესე იგი პატარა პაუზა ჩამოწვაო, პატარა არა, დიდიო. და ეუბნებო, რას ამბობ დედაო, ჩვენც ისე მოვექცეთ, როგორც ის მოგვექცაო. ანუ მან ყველა დაგვივიწყაო და ყველას გადაგვაბიჯაო და ჩვენც ყველამ დავივიწყოთო და ყველამ გადავაბიჯოთო. ანუ ესე იგი მისი გული ისე ველოდება, როდის მოვა ის სინანულისკენ, როდის მოვა დედა ეკლესიის წიაღში, იმიტომ რომ ვინც ამ წიაღს გაუდგება, ის სამოთხეს ვერ მოიპოვებს, ჩვენ ხო ვიცით. და ამ კაცს არ ემეტება, არც ერთი მტერი არ ემეტება სამოთხის გარეშე. აი ესეთი დიადი პატრიარქი ყავს და მე მართლა გულწრფელად მიხარია, რომ აი თანამედროვე მეცნიერები ამ ზღვა სიყვარულით, რას მის გულში დაგროვდა, აი ამ სიყვარულს ადარებენ თამარს. ჩვენ ამით იცი რა შეგვიძლია? შეგვიძლია განსაზღვროთ
რა გული ქონდა თამარს, იმიტომ რომ პატრიარქი აგერ სახეზე ყავს. მას პირადად ხედავთ რეებს აკეთებს. მისი სულგრძელობა და სიყვარული მთელ სამყაროს გასწუდება. ეს მარტო საქართველოს კი არ არის მოხიბლული, მთელი მსოფლიო აღტაცებული და გაგიჟებული ამ კაცით. ხო და ალბათ ასეთივე მსოფლიო ასეთივე გაგიჟებული იქნებოდა და გაოცებული თამარის სიწმინდის სულგრძელობით და სიყვარულით. აი ასეთი სასწაული განხორციელდა მე-12 საუკუნეში, რომელიც ჩვენ გვაჩუქა დაუვიწყარი და უკვდავი სახელი წმინდა კეთილმორწმუნე მეფე თამარის. აი ასე აკურთხა დედა ეკლესიამ და ბოლოს ერთსაც დაუძენ. აი ჩემოძვირფასებო, ჩვენ ხო ვიცით რომ ხსნელი ჩვენი იესო ქრისტეა და იქიდან იწყება ყველაფერი. როდესაც იესო ქრისტე აღსდგა ყდრეთით, მოციქულებმაც ვერ დაიჯერეს ეს ამბავი და გაიქცნენ და ზოგიერთმა მათგანმა უარყვეს კიდეს. აი ამ დროს გამთენისას მის საფლავზე მარტო მენელსაცხებლე დედები მიდიან. 7 დედა, რომელთაც ფაქტობრივად თავი გაწირული ქონდათ, იმიტომ რომ თუ დაიჭერდნენ, აუცილებლად ციხეში ჩააგდებდნენ და შეიძლება სიკვდილითაც დასჭიდნენ. მათ შორის პირველი იყო მარიამ მაგდალინელი. ხო და ეს მენელსაცხებლე დედები მიდიან და მიაქვთ ძალიან ძვირფასი ნელსაცხებელი, რომელიც ძალიან ძვირიღი და გაყიდეს ყველაფერი რაც გააჩნდათ. კაპიკი არ დაიტოვეს, იყიდეს ესა და მიდიან ამით, რომ ის სისხლები გაუბანოთო და ტირიან, სწუხან და თან გზაში იძახიან, რომ მივალთო საფლავზეო ლოცვ ვინ გადაგვიგორებსო. ჩვენ ხო ქალები ვართო, როგორ გადავაგო? მივლენ და რას ხედავენ, ლოდი გადაგორებულია, საფლავში დედები შევლენ, ქალები შევლენ. აი როგორ უყვართ ქრისტე, ანუ ყველაფერზე წავლენ. ქალები შედიან შიგნით და რას ხედავენ არ არის არავინ და აი ამ დროს გამოეცხადება, ეს იყო პირველი გამოცხადება. იესო ქრისტე გამოეცხადება და ახარებს რომ ეხო დაგკვირდით რომ ავდგებიო და დაიწყო ის აღდგომა რას დაგკვირდით. ანუ აი ამ დონეზე აღამაღლა ღმერთმა მენელსაცხებლე დედები და რატომ მოგიყევით? ერთადერთი ადამიანი, ვინც მენელსაცხებლე დედების გვერდით იხსენება ეკლესიაში, ეს არის ჩვენთვის უსაყვარლესი მზე მეფე, ჩვენი საყვარელი თამარი. ანუ დაიმახსოვრეთ რომ მენელსაცხებლე დედებთან საქართველოს ეკლესია წმინდანთა შორის ახსენებს მათ სწორს მეფე თამარს. აი ესეთი დიდი წმინდა მორწმუნე სამშობლოსთვის მოყვარული, ზნეობრივი და კაცთა მოყვარული დედოფალი გვაჩუქა ღმერთმა. ასეთი მდიდრები ვართ ქართველები. ვიტყვი ხოლმე რომ ერთი ნინოც რო ყავდეს, უკვე ერი ვართ. ერთი თამარიც რო ყავდეს, უკვე ჩვენზე ძლიერი არავინ არ არის. ერთი დავითიც რო ყავდეს, რამდენი ყავს ხალხო? ერთი ქეთევანი რო ყავდეს, მეტი არავინ რო არ ყავდეს, უკვე ჩვენზე ბედნიერი ხალხი არ არის და აბა უყურეთ ჩვენ რამდენი და ჯერ კიდევ უნდა მოვყვეთ კიდე სხვადასხვა მეფეები და დედოფლები, რომელიც კიდევ უყვათ ყავს ჩვენ ისტორიას უამრავი შემორჩენილი. მართლა უფლის წყალობა არის ჩვენ სოფელზე, რომ ასე საერთოდ მინელებული იყო სულიერი ცხოვრება და ღვთის წყალობით მოძღვარი დაგვენიშნა. ეს სამშობლოსცნობის ბავშვები რო დამყავდა ხოლმე ხაშურში ტაძარში, იქ ერთ-ერთი ჩვენი სოფლელი იყო სტიქაროსანი და რო გაიგო ახლა ერთი კვირა, ორი კვირა რომ გომიდან დავდიოდით, დაუდგეთ ერთმანეთს გვერდზეო, რომ მოძღვარი ყავდეს ტაძარი, რომ მოქმედი გახდესო და აი ესე მოკლე დროში დიდად გაგვახარა უფალმა და მოძღვარი დაგვინიშნეს. რუსთაველი არის მამა გიორგი მუშნიკიშვილი, თუ არ ვცდები ესე, მუშნიაშვილი, ერთი წუთით ვნახო ახლა ზუსტად გვარს. მუკნიაშვილი, გიორგი მუკნიაშვილი, ცოტა რაც მიმახსოვრებ. გიორგი მუკნიაშვილი იცნობს მამებს რუსთავიდან ბევრს კი და აი დაუდგა ჩვენ პროექტს გვერდზე, გუშინ ჩვენთანაც იყო, ოთახიც აკურთხა, სადაც სამშობლოსცნობას ვატარებთ ხოლმე და დღეს ეთყობა ვერ შეძლო დაღლილი იყო სახლის კურთხევაზე, იყო პარაკლისით ჩაატარა პანაშვილიც და ისე გვერდზე გვიდგას ისეთი ყარებული ვარ, რომ რა ვიცი.
ჩვენ ძალიან გაგვახარეთ, ეს არის ჩვენი პატარა, ესე იგი საერთო სიხარულიც არის, რა თქმა უნდა და ჩვენ ხო ერთნი ვართ და მართლა ძალიან ეს ალბათ ყველაზე მეტია. თან წარმოიდგინეთ რა არის ხო სულ რამდენჯერმე შეიკრიბეთ და აი ღმერთმა რა უცბად აასრულა თქვენი თხოვნა და როგორი გულით იკრიბება ეხლა იმ მასწავლებლების გულში წარმოიდგინეთ ღმერთმა პირდაპირ ძალიან უსწრაფესად ეს შეისმინა. რამდენ ვცდილობდით ადრე არაფერი გამოვიდა და აი პატარა ბავშვების ლოცვამ და მსვლელობამ და მოძრაობამ რამხელა შედეგი უცბად მოგვცა დიდება უფალს რა. ძალიან რომ ეს წყალობა გვაქვს. ელენე ძაძამიძე, ჩემო ძვირფასებო, ჩვენი საყვარელი ანგელოზი გოგო, ინდრა ჩამოწან და რუსთავში გაგვახარა, ძალიან მოგვეფერა ღონისძიებაზე ჩვენთან და ესე იგი, იქ რო გავიგე, თვითონ არც უთქვამს ასეთი თავმდაბალი გოგოა, მამამისისგან შევიტყე, რომ თურმე წითელ დიპლომზე, ანუ ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა და ესეთი ღირსეული მეგობარი ყავს და მინდა რომ მიულოცოთ, გულები გაუგზავნოთ და რა თქმა უნდა, ასეთი საყვარელი გოგო სტუდენტიც გახდება ჩვენ და უგულშემატკივროთ. ეგრე რომ ორი ელენე მოიხსენოთ, ერთი ელენე რომ გამოგვიკეთდეს, ის პატარა ელენეა და გამოკეთდება მალე, მეორე ელენე რომ სტუდენტი გახდეს და თვითონ სადაც უნდა ყველაზე კაი ფაკულტეტზე უფასოდ ჩაირიცხოს, იმიტომ რომ მისი მიზანიც ეს იქნება, მაგრამ იყოს უფლისნება, ყველაზე კარგი უფლისნება. მე ერთი რამეც მინდა გაგავთხილოთ, ესე იგი, ჩემ მოსწავლეთა შორის ასეთი ტენდენციაც ყოფილა. როგორცვე გადადიან ხოლმე მე-12 კლასში, არ ვიცი საიდან მოიტანეს ეს სწავლება და რას აკეთებენ იცი? ტაძარში საერთოდ აღარ დადიან. და მშობლებიც არც თხოვენ და არც სიგი რატომ მე მივხვდი? იმიტომ რომ ამ დროს ხო მშობლები დიდძალ ფულს იხდიან მის მომზადებაში, რომ სტუდენტი გახდეს. და სამწუხაროდ მშობელსაც, ბავშვსაც და ალბათ ნათესავებსაც ერთადერთი მიზანი აქვთ. სტუდენტობა. ამ დროს ღმერთი მეორე პლანზე იწევს, ნახეთ, ეკლესია საერთოდ აღარ ჩნდება იქ და იცით რა შედეგები მოყვა რამდენჯერმე. სტუდენტი კი გახვდა, ერთი წელი არ მოსულა. მერე ერთი წელი სტუდენტი რო გახდა, პირველ წელს ძალიან რთულია სწავლება, თუ გაგიგიათ, რომ პირველი წელი ახალი სამყარო, ახალი რაღაცა რთული პროგრამა და მართლაც სწავლება რთულია. და 2 წელი საერთოდ ეკლესიას არ გაკარებია და ჩემო ძვირფასებო, 2 წელი კი არა, 2 თვეც რო ეკლესიას არ გაეკაროთ, ძალიან ძნელია მერე ეკლესიაში მოსვლა. წარმოიდგინე და საერთოდ დავკარგეთ ეს გოგოები და ბიჭები. რომ მაგარი ბავშვები, აი ძალიან წარმატებული, მაგრამ ვეღარ მოდიან გივი მასწავლებელი. აი ფაქტია, რომ ეკლესიას თუ ერთი ნამდვილად. მე უკვე ძალიან ძნელია, იმიტომ რომ წინააღმდეგობა იზრდება. და თითქოს ბორკილებს გადებს ვიღაცა, თითქოს უკვე ძალები გეცლება, თითქოს იქ შეუძლებელად მიგაჩნია წამოსვლა, თითქოს აღარ გჭირდება იქ წამოსვლა. ღმერთის გარეშე ჩვენივრად ცხოვრობ. დაადიხარ იქ ახალ სამყარო, აგერ რაღაცა სხვა სამყარო ჭრელა-ჭრულა სამყაროში ხვდები. ეხლა მე გეტყვით, რა ფასი აქვს ისეთ ან სტუდენტობას, ან სწავლას, ან დიპლომს, ან სამსახურს, ან ოჯახს, ან შვილებს და სხვა წარმატებებს, თუ შენ ღმერთს დაგაშორა მაგან. არაფერი მოგება არ აქვს. ეგ არის ბოროტის მახე, რომელმაც გაგაშორა ყველაზე მთავარი საქმისკენ. დაგაშორა უფალს. აი ხომ მე ამით დავამთავრებ, მას აღარ მოვიღებ, სახარებაში რა წერია. ესე იგი, ერთი მოციქული ეუბნება, რომ დღესო შენ ვერ გამოყვებიო, ღმერთს ეუნება. რატო ეუნება ქრისტე? იმიტომ რომ სიდადრი გარდამეცვალა და უნდა მივიღო მონაწილეობა მის დამარხვაშიო. ეს დამარხვა ხდებოდა იმავე დღეს ებრაელებზე, თქვენთვის მოყოლილი მაქვს. ხო და არაო ქრისტემ უთხრა, ანუ კურთხევა უნდოდა რა, რომ დავრჩეო, რომ არაო და უყურეთ რას ეუნება, დაანებე მკვდრებს დამარხონ თავიანთი მკვდარიო. შენ ჩემთან წამოხვალ. ესე იგი მკვდრებთან არ დარჩე, თორემ მკვდარი იქნებიო, უთხრა. ამით იცით რა გვასწავლა?
ვინც არ არის ქრისტეში, ანუ ეკლესიაში არ დადის, არ იცავს მარხვას, ეკლესიურ კანონებს, მოკლედ ეკლესიაში არის, როდის მსგებსია, როდის მარხვა, როდის აგერზეთის კურთხევა, როდის პურის კურთხევა, როდის ესე იგი პანაშვიდი, პარაკლისი და ასე შემდეგ. ვინც ამ ცხოვრებით არ ცხოვრობს, ანუ ჩემთან არ არისო, იმას ქრისტე მკვდარი უწოდა. დაანებე მკვდრებს დამარხონ თავიანთი მკვდარი. ანუ გარდაცვლილი ადამიანის მკვდარიაო, იმიტომ რომ თუ ქრისტესთან არ ქონდა კავშირი და ის ადამიანიც ვინც მას მარხავს და ვისაც არაა ქრისტესთან კავშირი, ისაც იგივე მკვდარიაო. ეს დადის ცოცხალი მკვდარია, ის უკვე გარდაცვლილი მკვდარია. აი რა უთხრა, ამით რას გვეუბნება? სიცოცხლე ქრისტეა. ქრისტეს გარეშე არაფერი არ უნდა გვინდოდეს, სუნთქვაც არ შეიძლება. ქრისტეს გარეშე რადგინდა ან საჭმელი, ან წარმატება, ან კარგი სწავლა, ან რა ვიცი, ნებისმიერი თუნდაც სპორტული მიღწევა. რადგინდა თუ ღმერთი არ გეყოლება, იმიტომ სიცოცხლე ღმერთია. აი ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ, გავის სიგრძე განოთ და პირველ ადგილზე. რატო ამ ცნებათა შორის პირველი? გეუბნება გიყვარდეს ღმერთი შენი, ყოველთვის ყველაზე მაღლად ღმერთი უნდა დააყენო. და ეს უნდა ჩვენ ვისწავლო და ჩემო საყვარლებო, თუ ჩვენ ეს არ ვისწავლეთ და ცხოვრებაში არ დავნერგეთ, რა აზრი აქვს მაშინ ამ ყველაფერს? და ისევე მშობლებს ვეტყვი და პედაგოგებს ვეტყვი. თუ ბავშვებს ეს არ ვასწავლეთ, რომ პირველი ღმერთია, მაშინ რაც არ უნდა ვასწავლოთ, ის პირველი რომ დაირღვევა, ყველაფერი დარღვეულია. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ იერარქია რას ნიშნავს, რომელია უპირატესი და რომელია იმაზე ნაკლები, აი ეს უნდა გავარკვიოთ. პირველი ჯერ ღმერთია. ამიტომ არაფრით არ შეიძლება მოუწყდეთ ღმერთს. აი დავიმახსოვროთ ეს კარგად. დანარჩენი, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მეგობრობაც, სწავლაც, ინსტიტუტიც, სამსახურიც, ქორწილიც, მრავალი შვილიც, კი ბატონო. მერე უკვე ყველაფერი ოღონდ პირველი ყოველთვის უნდა იყოს ღმერთი და მინდობილი უნდა ვიყოთ ღმერთს. აი ეს არის ყველაზე სწორი და დიადი. არაფერი არ გინდოდეს ის, რაც უფალს დაგაშორებს. სულ ასე ვასწავლი ხოლმე მეც ბავშვებს, რომ ყოველთვის წინ რა ხდება მანანა მასწავლებელო აბა თამარიანში? რა ვიცი, მშვიდობა გრძელდება, გაკვეთილები, ბავშვები ტაძარშიც აქტიურად დადიან, რაც ყველაზე მთავარია და რა ვიცი, ღვთისმადლით ნელ-ნელა მივყვებით. ვარდისუბანშიც ვატარებ და თამარიანშიც. იდება უფალს. ვარდისუბანში რა ხდება? აბა ერთი მაგაზე კონკრეტულად როგორ? ხო, ვარდისუბანში ახლა 10-მდე ბავშვია და აი კვირაობით წირვის მერე ხვდებით ხოლმე იქ ერთი ქართი გვაქვს. კი, ოთახი გვაქვს იქ რაღაც არასამთავროების ის არის რა. ერთ-ერთი ბავშვის მონაწილის აი ბანაკში იყვნენ ჩვენთან ეს ჯარიაშვილები, ძმები სამნი რო იყვნენ თუ გახსოვთ, მაგათი დედა რაღაც თვითმმართველობის იმაშია პროექტში ჩართული და გრანტებს იგებს ხოლმე და იმით გააკეთა ოთახი, გაარემონტა და ის ოთახი დაგვითმეს. იქ შევდივართ ხოლმე და რა ვიცი, იქაც კარგად არიან და ამ ჩემ ბავშვებზე თამარიანელებზე უფროსები არიან. მე-7, მე-8 კლასელები, მე-6-დან, სწორად. მე-6-დან მყავს 2 დანარჩენი, მე-7, მე-8 კლასელი, მე-9 კლასელიც არის. და რა ვიცი, აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამე თურმე არ იციან ბავშვებმა, აი რასაც სულიერი საკითხები ქვია მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი ტაძარში დადის. იქამდე სანამ სამშობლოსცოდნეობის გაკვეთილებზე დაიწყდნენ სიარულს და მაგრამ ბევრი რაღაცები თურმე არ იციან და მადლობა ღმერთს, რომ რაღაცნაირად მე გავხდი მის მონაწილე, რომ მიმეწოდია ეს ინფორმაცია ამ ბავშვებისთვის და რა ვიცი, მადლობელი ვარ უფლის. დიდება უფალს. ნელა, მაგრამ კარგად მიდის ყველაფერი. მოდი ერთი ნიქოზიც მოვიკითხოთ მარიამო და მერე დავიმშვიდობოთ გემრიელად, მოვემზადოთ ხვალინდელი დღის ზიარებისთვის. გამარჯობათ. როგორ წამდებით? კარგად შემოლამაზო, შე როგორ ახარ თქვენს კი რა ხდება?
კარგად. ჩვენც კარგად ვართ. დღეს ვიყავ ეკლესიაში და ხვალაც წავალ. აი, კაი გოგო ხარო, მთავარია რომ ჩვენ იმ წიაღში ვიტრიალოთ. ეხლა წელს აღარ ვიაქტიურეთ თქვენთან ჩამოსვლა, იმიტომ რომ ეხლა რო ცეცხლი დავანთოთ, მე ის ცეცხლი სექტემბრამდე განელდება. დიახ. გადავწყვიტეთ რომ სექტემბერში ჩამოვიდეთ, ცეცხლი დავანთოთ და ისე რომ ის ცეცხლი მერე აღარ ჩაქრეს და აი ესე რაღაცნაირად ვიმოქმედოთ. ანუ ეხლა ახალ სკოლებში შესვლას უკვე მოვერიდეთ, იმიტომ რომ ჯობია სადაც ვართ და სადაც ხო, მინდა გითხრათ რომ ღია კარისკე დღე ჩატარდა მეოთხე სკოლაში ძალიან ემოციით. აი რატიზე რო ყვები ხოლმე, ხო იცით, რატიზე რო ყვები და მოკლედ ფილმი არის 33 წუთიანი, ყველამ რო იტირა. აი ლაზარია იქა ნამყოფი დევლარიშვილი ჩვენი სამყარელი და მოკლედ დიდი ემოციით და ესე იგი, რა თქმა უნდა, ესე იგი კარგად, მაგრამ ეხლა არის ამაზე მსჯელობა, რომ ამხელა ემოცია საჭიროა თუ არა. აი ესეთი კითხვის ნიშანი დაისვა, რომ ზედმეტი ხო არ არის ეს ამდენი ემოცია. მეოთხე კლასელები გაიგებენ ამ საკითხს, ხო და იქ გაჩნდა ასეთი აზრი, რომ იქნებ ისინი არაშეგნებით ამბობენ ამ სულ არადისობაზეა ფილმის. ასწაულებენ, მართლა სასწაული მოახდინეს ამ ბავშვებმა. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ამ შეხვედრას ჩემი მოძღვარი ესწრებოდა და ყველაფერი თავის თვალით ნახა. ხო და მოკლედ დღეს წირვალოცვაზე მეც ახლა შინაგანი ბრძოლა, ანუ ბოროტისკამ მქონდა, რომ იქნებ არ არის საჭირო, იქნებ რამე ხო ვაკვირდები პროცესებს და მე მინდა რომ კარგი გავაკეთო და არა ის, რომ რასაც ვაკეთებ ის უტყუარია და ჩემი მოძღვარი შემოვიდა დღეს და ღმერთს თხოვე რომ დამეხმარე, გავარკვიო, რა გავაკეთო, სწორე რომელია, მე რა თმინდა არასწორი და ჩემი მოძღვარი შემოვიდა მარიამ და ასე მომკიდა ხელი და ასე მომიჭირა, ასე ნუ სისხლში დამიარა, რაღაც ძალიან მაგარმა სითბომ რა. და თან ხო ღმერთს ვეხვეწები რომ მომეცი ნიშანი მეთქი და უცბად ეს სხვა სითბო შემოდის, ასე გადამიარა და რო ამიტყდა ტირილი, აი მართლა დავარქვი ამას, რომ ღმერთი შემეხო რა, აი რაღაცნაირად ხო ვითხოვე და აი გამაძლიერა და ეხლა ღვთის მადლით მზად ვარ, რომ ისე ახალი ძალით. რა თქმა უნდა ამ საკითხზე ვიფიქრებთ, კარგად განსაზღვრავთ და ესე იგი გავაგრძელებთ იმ ბრძოლას, რაც აქამდე მოვიდა. დიახ. კარგით, შემოგვიფასება, მაშინ მოდი მოვემზადოთ ბატონო გივი ხვალინდელი დღისთვის. დიახ. რა თქმა უნდა, მოძღვრები ვერ მოახერხებდნენ დღეს, იმიტომ რომ ხვალე ისეთი დიდი ბრწყინვალე დღესასწაულია. მე ცნობისთვის გეტყვით, რომ ქარელის რაიონში, ძამას ხეობაში ერთი დიდი უზარმაზარი ტაძრის გახსნის დღეა, რომელიც არის სამების სახელზე და ხვალე ზუსტად სამების დღესასწაულია, მამაძე და სულიწმინდა, ვიცით ხო? და სულიწმინდის დღე არის ზუსტად, აი, სულთ მოფენობა, სული რომ მოჰფინა სულიწმინდის მადლი და ამით დასრულდა, რაც ღმერთი შეკვირდა, შეასრულა. მამამ შექმნა სამყარო, ძე მოვიდა სახსნელად, ჩვენი ცოდვები გააკრა ჯვარზე, მოკვდა ჩვენს გადასარჩენად, აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცად და სულიწმინდის მადლი დაგვაფრქვია. აი ამ განსრულების, ანუ სამებარო განსრულდა, რაც შეკვირდა კაცთა გადასარჩენად, ის რომ შეასრულა, დასრულდა ეს პროცესი, უпростоრად ხვალ დასრულდება და მეც გისურვებთ, რომ აი თქვენს გულში, თქვენს წმენაში, თქვენს შინაგან არსში, სულიერებაში მომხდარიყოს ეს საოცარი სულის მოფენა და ესე იგი სულიწმინდის მადლი მარადის იყოს ჩვენთან აწნა მარადის.